დაუპატიჟებთ ჩვენ მშობლებს, როდესაც გვექნება ასეთი ღონისძიებები. მე მინდა და ძალიან გიორგის მინდა დიდი მადლობა უთხრა. მე ნამდვილად ვამაყობ ასევე რომ მეორე გიორგი დამენი არის ჩემი სკოლის მოსწავლე და მე სულ ვამბობ რომ აი ეს ორი ადამიანი ჟიული შარტავა და ზაზა დამენია არიან ეროვნულ გმირებად შერაცხული 2004 წელს და მე მაქვს პატივი რომ პირადად ვიცნობ კახა შარტავა, ჟიული შარტავაშვილს, ის ჩემი თანაკურსელი იყო და ასევე პირადად ვიცნობ გიორგი დამენიას, რომელიც არის ჩემი სკოლის მოსწავლე. და მე დიდი იმედი მაქვს რომ აი ესეთი კარგი ახალგაზრდები რომლებიც არიან ჩვენ სკოლაში ნამდვილად დაიბრუნებენ და გაამთლიანებენ საქართველოს და სიმართლე გითხრათ მე მცხვენია ჩემი თაობის ადამიანების სახელით იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენმა თაობამ დაკარგა აფხაზეთი და დღეს ჩვენ აი ამ ბავშვებს შევყურებთ და შევატოვეთ იმედით რომ ისინი რაღაცნაირად შეძლებენ და დაიბრუნებენ და მე იმედი მაქვს რომ ნამდვილად ისინი იქნებიან ჩვენ თაობაზე უფრო მეტად განათლებულები უფრო ვაშკაცები თუ არ ვიცი როგორ ვთქვა ეს მამაცები და ნამდვილად ისინი ჩვენ სირცხვილსაც ჩამოირეცხავენ და დიდი იმედი მაქვს გავშება თქვენი. მე მინდა რომ მშობლების აზრი მოვისმინო, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის მშობლების აზრი და ძალიან გქონთ რომ თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ძალიან მოგესალმებით. გამოსულიყავი ნამდვილად არა, მაგრამ შესანიშნავი პროექტია და ძალიან ესეთი კომპაქტურად, ძალიან აზრიანად, შინაარსიანად გაკეთებული და რაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს და გასაკუთრებით იმისაც რომ ასე კარგად შეასრულოს მასწავლებლების დავალება, ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ და იმედი გვაქვს რომ აი მართლაც ეს ისეთ თაობა მოდის, ჩვენი თაობა მოდის. ეხლა აი ეს ლექსი რომელიც ჩვენ მოусმინეთ ერთ-ერთ კლასელს იმდენ სიმართლეს შეიცავს რომ აი მე არ მეგონა ასეთ ლექსი მეკონა ლიტვაში ჩამოსული რეალობა ლიტვაში ჩამოსული რეალობა არ მეგონა მაგრამ ძალიან აი ესეთი რეალური ლექსია დევანდელობასთან მაგრამ აი ამათ იმედი გვაქვს ჩვენ ასეთი მასწავლებლების ასეთი მოსწავლეების და ასეთი ვაჟკაცების როგორც ეს ახალგაზრდა გამოვიდა მთელი გულის პირით ლექსი როგორ გიქცა მე პირადად რა ვიცი ახლა შეიძლება ბევრი რამ საუბარი არ გავუგზავნებდი და ძალიან დიდი მადლობა ასეთი მოსწავლეებისთვის და მოხარებისთვის თუ მომავალში კიდევ რა თქმა და ალბათ უკეთესი იქნება მომავალში ამის საფუძველი არსებობს ვიცი მადლობა კიდევ მადლობა რა თქმა უნდა დირექტორს ხელმძღვანელობას სკოლას მართლაც მეც კახა შარტავასთან აღმოსავალ და ძალიან გამეხარდა რომ კახა დამენიას ვაჟკაცი გამოსცა კახა დამენია მართლაც ამერიკა და ძალიან სასიამოვნოა და აი ესეთი ვაჟკაცები, ესეთი ადამიანები, რომლებიც ყავდა და სამწუხაროდ დღეს ამ უაზრო ომმა სამწუხაროდ თქვენ ზეგალ თვითონ ჩვენი სიცოცხლეა. ყველას თვითონ შეხებანის სიცოცხლეა. ეს იყო ომი, რომელიც შეიძლებოდა რომ აგვეცილებინა თავიდან და ყოველ შემთხვევაში თუ არ შეიძლებოდა აი ძმაობრივი აბატონი და გამიგონი და სამწუხარო კიდევ ის იყო რომ ამ ომში ქართველების ერთი ნაწილი ესე თავდადებით იბრძოდა როგორც ნამაშენი შემოშვილდა მეორე ნაწილი დუბაიში დაბრუნდა და სადაზარბოდა არ იყო ეს საერთო ეროვნული საერთო საფუძველი უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული პოლიტიკური თვალსაზრისით და ძალიან რთულია ეხლა ჩვენ არა ვართ პატარა ბავშვები ძალიან რთული და ძნელია ის რომ აფხაზეთი გავიდეთ და ამას ალბათ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება და ჩვენ უფრო სწორად აფხაზეთი რომ დავიდეთ და აი აფხაზეთის რო დავიდეთ მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ ამ ახალგაზრდებს გავზარდოთ ეს ბავშვები ლამაზად კარგად როგორღაც ხელი შემოწყოთ ქვეყნის წინსვლას ჯერჯერობით რომ ვერ დავიზარით ადგილიდან და
საქართველოს უარის დღეშიც ყოფილა, მაგრამ ყოფილა თბილისის საკარგული კი, თბილისში საუბრობენ დაკარგული მომდა ბოლოდანობა არაფერს, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს. არის რაღაც პროცესები გაზრული თვითონ აფხაზის საზოგადოებაში, თვითონ ხვედიან გადმოიშვება. და უშუალოდ მე ვამბობ აფხაზის საზოგადოებაში. სეპარატისტები გასაკეთებენ და ლები გამოაჩენს და მე მინდა ბავშვებო განსაკუთრებით დიდი მადლობა გითხრათ თქვენ ყოჩა თქვენ კარგი როგორი და ყველას დიდი მადლობა ჩვენ რაღაცაა პრობლემის მიღება ჩვენ ბავშვების ნახატები რომლებიც არის გამოფენილი აქვს და მათი შესრულებულია და არ აღნიშნეს და იგივე თემაზე დიახ და ამიტომ ნათია თუ გვეტყვის ცოტა ამასთან დაკავშირებით კარგი დიახ რა თქმა უნდა ჩვენ გავიწყეთ არქიტექტურული ნაგებობების ხატვა მე რამდენიმე ნახატი გქონდა მარიამ თუ არ შეტყდებით გამოძიეთ ხოდი გამოძიეთ ეს ისეთი ბაჩები სიუცესაც ხო პატარა თქვენ როგორ აღარდგენით ამ დაანგრეულ და ბავშვებს გამჭერთ მოზაიკას და ეს დავალება შაშახონდეს დავარბარებულად შეასრულეს დღეს 100 წელს ასლი დავამზადეთ და ასევე პატარა როგორ თქვა მესიჯები, წერილები, რომ ჩვენ დავბრუნდებით, რომ ნახატს სამსის აწერია, სხვა რომელიც შორია, აფხაზეთი ჩვენი ტკივილია, მე მიყვარს აფხაზეთი და ასე შემდეგ. მე დიდი მადლობა მინდა გადავხატო ბავშვებს, რომლებიც მაქსიმალური გააკეთეს ალბათ მასწავლებლად, გამეთანხმებით, მისი გაკეთებები აეცლოთ, ასაკთან, ასაკის განთავისუფლებით ისინი არაჩვეულებრივი იყვნენ მეხუთე კლასის ბოლოდან, საბოლოოდ მაიას ახსოვს, მათი გამოსვლა შვილების თეატრი. მე მინდა მადლობა გადავხატო მშობლებს, რომლებიც ისე აქტიურად უდგანან ბავშვებს გვერდით და ინტერესებიანი არიან და თუ რაიმე ჭირდება ხელშეწყობა ისინი გადარიან მაქსიმალური გააკეთო და საბოლოოდ მაიასთან მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ აი მხარდაჭერისთვის და მოტივაციისთვის, რასაც გვაძლევს მე და იმა ალბათ ვერ ვიქნებოდით ასეთი შემართულები, რომ არა დირექციის ხელშეწყობა და მხარდაჭერა მაქსიმალური საინტერესებული და ჩვენ ეს კიდევ უფრო მეც გვაძლევს ჩვენი პედაგოგები. ეხლა მშობლებმაც განსაკუთრებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას ერთად. ყველაფერი განიკეთება, ყველანაირი სასწრაფო საქმე გექნება. მე აუცილებლად უნდა ვახსენო ეს ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც 21 წელსაკში გაწყეს საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენა. ეს არის ოთო გოგენიშვილი, რუსთაველი პოეტი და ამით განსაკუთრებით უყვარდა ეს ლექსი და განსაკუთრებით ემოციურად კითხულობდა და თან მეტად იმედიანად თავდება და მინდა რომ ეს ლექსიც წავიკითხო. მას თქვენ გონიათ, არ ყოლია მტერი რუსთაველს, არ გაგქცევია სამშობლოდან სულთან ხუთავებს და მარტოოდენ უიმედოდ ფობის ბრალია, რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია. იქნებ რფიალმა გარდახოცა ყველა მელექსე. თეიმურაზი არჩილ მეფე ვახტანგ მეექვსე საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში ძვალთ შესალაგი დაუკარგა ბესი გაბაშვილს მამულს მოსტაცო იმედოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილი იქნებ რფიალმა ჭავჭავაძე სესროხა ტყვია ან სიყვარულმა კრამაჩაბელს ხელი სამიწე ან იქნებ მასაც სიყვარულის სახელი ჰქვია რამაც შეშალავთ ის არწივი მოჭრულ ვარიზე არა ქართველთა გზაროდია ეგრეიოლი თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება, სარკმელს გააღებს გულამღრეული გალაქტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება. და თუ კი ფიქრობ დადუნდეს ენა, ვერ მოესწრებით არა და ვერა, მეფე ერეკლე ხომ არ გგონი ვართ, თანხმობა მოგცეთ არა და ვერა, შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა, კიდევ ჰომ არა, ესენი როა, ახლა კი დროა სოლომონ რომა კვლავ დაიგუხოს საქართველოსმა. ირიჟრაჟებს დილამოვა წკრიალა. ტოროლაცას შეასკდება კრიალას, ჩირგვიანად, მიწიანად, ხიანად, საქართველოს ყავის ყველა ფრიანად. დაძნელია რუსთაველო. მეტეხო და დიღმის ველო, მოვდიოდე და ვფიქრობდე ეს არ არის საქართველო. ნაგუწ, ნაგლეჯ კი არა,
გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად, მიწას, ცასაც, მინდორველებს ხიანად, საქართველოს მოთმინების პიალს. ესენი კიდევ ამბობს რომ რაღაც მკითხოსო და ამიტომ გდევარ რა ხო და ახლა დამწუნდი რომ ნამდვილად თავდაპირველად აპირებდა კიდე კითხოს და იმდენ ეგეთ გვერდზე. დიდი მადლობა. მარტო გიორგი რომ გაგვილამაზა ეს დღევანდელი დღე. ნამდვილად ბავშვებს იცით რა მე მინდა რომ აი ესეთი კონდიციებებით ბავშვებს გქონდეთ სწორი აქცენტები, ვინ უნდა იყოს მაგალითი სკოლაში. როგორი ბიჭები უნდა იყოს ეს აქცენტები. და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია რომ დღეს ორივე გიორგი ესწრება ამ კონდიციებას და მე მჯერა რომ ბავშვები ისეთ კარგ ანალიზს აკეთებენ, დღეს ზუსტად ხედავენ, როგორები უნდა იყვნენ მომავალში, ხო, მათ უფროს კლასელები აძლევენ ამის მაგალითს და მოხარული ვარ. დიდი მადლობა ბავშვებო.